მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ნოემბრის ტარო პროგნოზ კოროებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების დედოფალი, ნოემბერში იქნებით მეტად ემოციურები, თქვენთვის აქტუალური გახდება პირადი ურთიერთობების სფერო, მოიმატებს თქვენი მგრძნობელობა, იქნებით რომანტიკულ განწყობაზე, შესაძლებელია გაგიჩნდეთ მოჭარბებული სურვილი, რომ ისრუნოთ თქვენს გარეგნობაზე, გარდერობის გაახლებაზე, ზოგადად სიამოვნებაზე, შესაძლებელია მოიწყოთ გასვლითი საღამოები, მოგინდეთ ლამაზი ნივთების შეძენა, მოიმატებს ესთეტიკური სიამოვნების მიღების სურვილი, შესაძლებელია უფრო ხშირად ეწვიოთ სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულებებს, გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი უნარები, საქმიან სფეროში შესაძლებელია გამოავლინოთ კრეატიული ხედვები და მიდგომები, თუმცა ამავდროულად შესაძლებელია ამ პერიოდში გახდეთ სრულიად არაპრაქტიკულები, გული ვერ დაუდოთ საქმეს, არ მოგინდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ან მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება და გადაავადოთ ისინი გარკვეული დროით. სამაგიეროდ შესაძლებელია დაკავდეთ თქვენი ჰობით და საკმაოდ წარმატებასაც მიაღწიოთ ამ მიმართულებით. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების ტუზი, ამ პერიოდში მოგეცემათ შანსი გაუმჯობესოთ თქვენი პირადი ცხოვრება, გახადოთ უფრო საინტერესო, მატერიალიზებული, გამოხვიდეთ ოცნებების ან ილუზიების სფეროდან და მოახდინოთ თქვენი სურვილების რეალიზება. ბუნებრივია ეს ყველასთვის ინდივიდუალურად მოხდება, გააჩნია ვინ რა გამოწვევის წინაშე გახართ, მაგრამ გირჩევთ ნოემბრის განმავლობაში დაუთმოთ დრო თქვენს პირად, განსაკუთრებით ინტიმურ ცხოვრებას, რადგან არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ ფორმით თვითრეალიზებამ მოგანიჭოთ შინაგანი ძალა და ენერგია და სხვა მატერიალური შესაძლებლობების კარიც გაგიხსნათ ფიზიკურ სამყაროში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მე-14 მაღალი არკანი ზომიერება. ამ პერიოდს პირადი ურთიერთობების სფეროში ჰარმონიულად გაივლით, გექნებათ შინაგანი სიმშვიდის განცდა, ადვილად შეძლებთ დაიცვათ ზომიერება და შეინარჩუნოთ წონასწორობა. მაშინაც კი თუ რთულ და დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, შეძლებთ იპოვოთ რაციონალური გამოსავალი არსებული პრობლემებიდან და პოზიტიურად გადაჭრათ ისინი. ამ პერიოდში ფუნდამენტურად განახლდება და გაჯანსაღდება თქვენი განწყობები პირადი ცხოვრების და პირადი ურთიერთობების მიმართ, როგორც ემოციურ, ასევე ფიზიკურ დონეზე. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მე-4 მაღალი არკანი იმპერატორი, ამ პერიოდში მოგეცემათ თქვენთვის საინტერესო ადამიანის გაცნობის სერიოზული შანსები და მიუხედავად თქვენი მომეტებული ემოციურობისა, ამ პროცესში შეძლებთ იყოთ თავშეკავებულები, რაციონალურები, სწორად განსაზღვროთ თქვენი მოქმედების გეგმა, იგრძნოთ ამ ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და გადადგათ სწორი ნაბიჯები. ამიტომ გირჩევთ თუ გაქვთ სურვილი დაიწყოთ ახალი ურთიერთობა, შეიქმნით სამოქმედო განწყობა, იაქტიურეთ და ყველაფერი გამოგივათ. წარმატებებს გისურვებთ და ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ნოემბერში საქმიანი სფერო. კვერთხების 4-იანი, ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ მიიღოთ გაწეული შრომის პირველი შედეგები, იგრძნობთ რომ სწორად მიუყვებით თქვენს საქმიან თუ კარიერულ გზას წარმატებისკენ, იქნებით სავსე
ენერგიით და მოგეცემათ შანსები თქვენი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. კვერთხები 7-იანი. ბუნებრივია თითოეულ თქვენგანს თქვენი ინდივიდუალური სიტუაცია გაქვთ სამსახურში, სხვადასხვა გამოწვევების და შესაძლებლობების წინაშე დგახართ და საერთო პროგნოზში ამ საკითხებს ვერ ჩაუღრმავდებით, მაგრამ ბარათი გეუბნებათ, რომ ნოემბრის განმავლობაში მოგინდებათ საკუთარი პოზიციების დაცვა, კონკურენციაში შესვლა, წინააღმდეგობის გაწევა და გადალახვა, კონტროლის შენარჩუნება, თუმცა ბარათების ასეთი კომბინაცია ასევე მიუთითებს, რომ ამ პერიოდში შეძლებთ გამოავლინოთ გამბედაობა, ნებისყოფა, განსაკუთრებული შინაგანი ძალა, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, რაც საშუალებას მოგცემთ გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება, დაძლიოთ წინააღმდეგობები, თან საკმაოდ ღირსეულად, თავდაჭერილად, საკუთარი მორალური და ეთიკური პრინციპების დაცვით. წარმატებებს გისურვებთ, მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება. კვერთხები 10-იანი. თქვენს დათრგუნულ შინაგან მდგომარეობაზე მიუთითებს, სავარაუდოდ სამსახური, რომელიც ამ პერიოდში გამოჩნდება, არ იქნება თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი და იმ სიიდან სად იმუშავებდით სიამოვნებით და გადაცებით, თუმცა დიდი ალბათობით მოგიწევთ არსებულ ვარიანტზე დათანხმება და ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ გექნებათ ორმაგი განცდა. ერთი მხრივ კმაყოფილი იქნებით, რომ შეძელით სამსახურის დაწყება, იმედებით აგავსებთ, რომ გექნებათ სტაბილური შემოსავალი, მეორე მხრივ კი იგრძნობთ გულის წყვეტას, რომ ამ ეტაპზე ვერ აკეთებთ იმას, რაც თქვენთვის საინტერესო და მისაღებია. გირჩევთ ამ მოცემულობას შეხედოთ მეტად პოზიტიურად და არ შეწყვიტოთ ფიქრი, სამომავლოდ მაინც აუცილებლად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს თვითრეალიზების კუთხით. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ. მეცხრე მაღალი არკანი განდეგილი. ეს ბარათი გარკვეულ დისტანცირებას გულისხმობს, პაუზას. შესაძლებელია ნოემბერში იგრძნოთ განტვერთვის აუცილებლობა და მოგინდეთ შვებულების აღება, განმარტოება, სამოგზაურო წასვლა. ეს მაღალი არკანი შესაძლებელია ავადმყოფობასაც გულისხმობდეს, ამიტომ მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და ასევე ეს ბარათი თქვენს სიბრძნეზე მეტყველებს, გონიერებაზე, ყველაფრის გაანალიზების სურვილზე. ნოემბერში შესაძლებელია მოგინდეთ ცოდნის გაღრმავება თქვენი საქმიანობის სფეროში, თუმცა არც ის არის გამორიცხული, გაგიჩნდეთ სურვილი გააზიაროთ წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და თქვენი საქმიანობაში ასწავლოთ და გამოცდილება გაუზიაროთ სხვებს. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ნოემბერში, მონეტების რაინდი, ეს პერიოდი თქვენთვის ფინანსურად საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება. აქ ვერ ვხედავ დიდი თანხების მიღების შესაძლებლობას, თუმცა თქვენი შემოსავლები იქნება მზარდი, უკეთესი ვიდრე წინა პერიოდში. შეძლებთ სწორად მართოთ თქვენი ბიუჯეტი, არ არის გამორიცხული ძალიან სარფიანი ინვესტირებაც მოახდინოთ, მით უმეტეს თუ ეს ინვესტიცია დროის ხანგრძლივ პერიოდზე იქნება გათვლილი. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების დედოფალი. იყავით მეტად პრაქტიკულები, გამოავლინეთ ნებისყოფა, თავშეკავება და კეთილგონიერება, არ აყვეთ ემოციებს, მოიხმეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება და იმოქმედეთ წინდახედულად, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად რეალიზდეთ პროფესიული, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე. ასეთი იყო 2025 წლის ნოემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი კუროებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.